მოგესალმებით, ეს არის სპორტული პოდკასტი, სადაც ვეხმარებით მოქმედ სპორტსმენებს, რომ გახდნენ უკეთესი სპორტსმენები. ჩვენ ვიმყოფებით პოდკასტ არეაში და ჩვენი პირველი სტუმარია ლევან კვარაცხელია. გამომაჯოს ლევან, როგორ ხარ? ამ დარგის ექსპერტი. მე არ ვიცი როგორ დავეხმარებ, მაგრამ კი, შენ როდესაც ვეცდები. კი ბატონო, შენ როდესაც პოდკასტში ხარ ხოლმე, შენგან უფრო ხუმრობებს ელოდებიან, მაგრამ ვეცდები რომ დავიჭირო შენ სპორტულ კარიერაში, სპორტულ გამოცდილებაში. ხო, სპორტული განხრით, შენი გამოცდილება რომ რაღაცები მაინც დაიჭირონ მაყურებლებმა რომ ტანზე არაფერი მეტყობა სპორტულის, მაგრამ ადრე შენი სპორტულის კარიერის შესახებ ისტორიის შესახებ. კარიერა არ ქონია ესეთი, მაგრამ დავდიოდი ბავშვობაში ერთ სპორტს დავდიოდი, მარტო ის არ ითვლება რაღაცაზე რომ შეხვალ და არ გამოგდის, გამოხვალ, კიდე შეხვალ რაღაცა ბოქსზე რო შეხვალ, თავის რო გაგინგრევენ, გამოხვალ ეგეთები. პირველი ვეზაზე რო გამოდი. მაგრამ არ ყოფილა, მაგრამ მაინც რაღაც შენი რო არ არის რა და უფრო ფეხბურთიც მომწონდა ბავშვობაში. მაგრამ რატომღაც კალათბურთი უფრო მომეწონა და უბრალოდ შევედი 2 წელი სადღაც 13-დან 16 წლამდე ასაკში აეგრე ვიყავი რა. თამაშობდი ხოლმე და თან იყო რაიონში ბორჯომის გუნდი იყო, იქ თამაშობდი რა და რა ვიცი. სხვა ესე ეხა შენი ეს გადაცემის არსი რა არის რომ ეხლა ვინც ვარჯიშობს ის დავაყენოთ სწორგზაზე ხო? სიგარეტი არ მოწიოთ. არ დალიოთ. 2004 წლის წინ დავანებე სიგარეტს თავი. ძალიან კაია. როგორ შეეშ? გახდა 4 წელი მომინდა. როგორ შეეშ? უცებ. просто მოიშორე. მალე ცდილობდი ხო და ერთი ნახვით შეყვარების პონტი აღონ პირიქით. ერთი ნახვით გადაყვარები. შეზიზღება, შემზიზღდა მერე და სხვათა შორის რაც სიგარეტს დავანებე ძალიან ბევრი სირბილი შემილია რა დიდხანს. შეიძლება სწრაფად ძალიან შეიძლება არა, მაგრამ დიდხანს შემილია. გამძლეობა მოიმატა რა. ხო, მოიმატა. აი მეორე რო გაიხსნება, მერე შემილია დილამდე ვითამაშო რა. კალათბურთზე რომ დადიოდი, მაგ პერიოდში რაიმე სახალისო ისტორია ხო არ გახსენდება? რაც გასახდა შემოხდა რა. მაგრამ ნახე ყველაზე მეტად რომელი მომენტი გახსოვს? პირობები იყო ჩვენ დროს რა, ხან რაღაცა ყველასთვის ცუდი პირობები იყო. პოლი ამოვარდნილი და რა ვიცი ასფალტის სტადიონი და ბევრი ისეთი მერე ერთი დარბაზი გაკეთდა, მაგრამ თლად დიდი არ იყო. სკოლის დარბაზებშიც ვარჯიშობდით ხოლმე და მე რო გაკეთდა და კიდე ძალიან გადაობა ის იყო რომ ეხა იქ ვარჯიშები და რაღაცა დარბაზში კი, მაგრამ უბანში გქონდა ფარი მე დავკიდე რა და იყო ოღონდ ეს ფარი დაღმართზე. და მაღლებს რო ეთამაშებოდი ხოლმე, იქიდან უტევდი რა ზევიდან ქვევით. ეგრე რაღაცას ჩემზე დიდებს რო ეთამაშებოდი ხოლმე, დაღმართი იყო და ეს ბურთი თუ გაგივარდებოდა, გორდებოდა სადღაც სხვა ქუჩაზე რა დაბლა და აი ძალიან ის იყო. მთავარია მაგრამ მაინც ყოველდღე სულ თამაშობდით ხოლმე რა და ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი იყო ბავშვობაში ჩემთვის კალათბურთის თამაში რა, ძალიან მიყვარდა. აი ვარჯიშზე რომ მიდიოდი ხოლმე, რა мотиваციით მიდიოდი ხოლმე ვარჯიშზე? უფრო მაინც ბავშვი რო ხარ, აი თამაში და რაღაცა თამაში უფრო გინდა რა იქ იმდენად არ აქცევამ ტაქტიკურ რაღაცებს ყურადღებას ალბათ და მანდ ალბათ ინდივიდუალურად მწვრთნელი უნდა მოგიდგეს ისე რომ რაღაცები გასწავლოს. კი იყო ვარჯიშს რაღაცები და ყველაზე მეტად რადგან სიმაღლე არ მიწყობდა ხელს დიდად
რჩებოდი ხომ ვარჯიშის მერე თუ იყო მაგის საშუალება და სამქულიანებს ვისროდი რა. აჰა, ძალიან კაი. რა ასე დამემუღამებინა და დღემდე შემომრჩა რა, ცოტა ნორმალურად ვისვრი ასე ვთქვათ კი, სამქულიანებს. ბენისთან შენი ვიდეო რომ ნახე, სამიანებს კარგად ესვი. ხო, ნორმალურად რა, კიდე გახსენება მინდა ხელის მიჩვევა და რაღაცეები რა. ოკეი, ის გამოცდილება რაც ბავშვობაში დააგროვე სპორტით. რას ფიქრობ დღეს როგორ გეხმარება შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში? არა მგონია რაღაცა ეხმარებოდეს ეგ. მაგრამ ალბათ შემოდიო ყვარეობაში უფრო მეხმარება რა, რომ რაღაცა არ დაგეზაროს ბოლომდე ითამაშო, ანუ სპორტი მაგას გაძლევს ბავშვობაში, რომ რაღაცა შეუძლებელი რო არის, მაინც ბოლომდე უნდა გააკეთო შენ თემა და ამ საქმეშიც ჩვენ საქმეშიც რავი დღე და ღამე რაღაცა გასწორებული გვაქვს და ღამის თენებები გვიწევს და ანუ მაქსიმუმს აი მე პირადად მაგალითად ვიდეოს როცა ვაკეთებ, აი მაქსიმუმს ვაწურინებ ასე ვთქვათ და მე იქიდან თუ რამე მასალა არ ვარგა, ჭრი შეიძლება რაღაცა 5 საათიანი მასალა იყოს და დავტოვო 20 წუთი. ხო რა, ანუ ყოფილა ეგეთი ბევრი და აი მაგას გადმოვიტანდი, ანუ შევადარებდი ასე ვთქვათ, რომ აი ეგ შეიძლება გამომყვა. ანუ სპორტული ჟინი რაღაც სპორტული ჟინი რომ მიაღწიო და პლუს შრომის მოყვარეობა. სპორტული ჟინი კიდე ხო ცალკეა ხო რაღაცა ინტერესი. აი არაფერი აი ხა ამ მასაკშიც არაფერი არ მეზარება რა. შანსი არა რამე დამეზაროს და რაღაცაზე უარი ვთქვა რა თუ დრო მაგისი აი შანსი არაა რა. ოკეი, შენ ხა YouTube ლიგაზეც აქტიური იყავი ეს პერიოდი. კი. და ანუ სპორტი სხვადასხვა არის, კალათბურთი და ფეხბურთი, მაგრამ საბოლოო ჯამში რას ფიქრობ, ანუ ეხლა რო იყავი სპორტულად აქტიური და ბავშვობაში რო იყავი სპორტულად აქტიური, რა განსხვავება იყო? თუ იყო საერთოდ განსხვავება? ნახე, ცხოვრებაში ხო რაღაც გამოცდილებას აგროვებ და ტვინი ცოტა სხვანაირად მუშაობს, უფრო მთავარ რაღაცებს აქცევ ყურადღებას, უფრო ფილტრავ და მაგალითად მე ფეხბურთი საერთოდ არ მითამაშია, სანამ YouTube ლიგა დაიწყებოდა. და YouTube ლიგაზე იყო თემა, რომ ანუ რა უნდა იყოს, ვივარჯიშებ რაღაცა ვისწავლი და რაღაც ერთ გუნდს შეგვაერთეს წინა სეზონზე. ანუ მეორე სეზონი იყო ეგ. შეგვაერთეს და რაღაც გაერთიანებული გუნდი იყო, 3 ბიჭები იყვნენ. და იმათთან ერთად ნახევარი ისინი იყვნენ, ნახევარი ჩვენ ვიყავით, იმათმა იცოდნენ ფეხბურთი, ჩვენ არ ვიცოდით და ნუ ნახევარ ფინალში მაინც გავედით. მაგრამ ამას უფრო მივაწერ იმ ბიჭების ცოდნას რა ფეხბურთის. მე დიდად რაღაცა შეცვლებზე შევდიოდი ხოლმე და აი დიდად რო გითხრა მეორე სეზონში რამე ესეთი გამორჩეული ჩემი მხრიდან არაფერი. მაგრამ მესამე სეზონში მოხდა ისე რომ ცოტა მეტ გუნდს მიეცა საშუალება მონაწილეობის მიღების და თქვით რომ ანუ მოდი ცალკე გავიდეთ. ცალკე გუნდი ვიყოთ, რაც არის, აი მე მაგალითად იმ გუნდში თუ შეცვლებზე მიწევდა, ეხა უკვე ძირითადში უნდა ყოფილიყავ, იმიტომ რომ სხვა ადამიანი არის. და თუნდაც შემთხვევით შეგხვდა რაღაცა ვეტერინარია ერთ-ერთი კატა მიმყავდა და უბრალოდ ლაპარაკს შევყევით და მე თუნდელი ვარო და მეთქი მოდი რაღაცა თუნდელი კარლო არის ძალიან კაი ტიპია ძალიან ისეთი ჟილკა როგორ არის ქართულად ხო მასედება ხო რაც არის რა ბჭყალებს ჩავსვაც აი ეგეთი მასტია, იმიტომ რომ სხვა სიტყვა არ ესადაგება რა. ეგეთი ტიპი იყო და გავარჯიშებდა კვირაში 2-ჯერ, კვირაში 3-ჯერ და დაიწყო აი ანბანიდან რა. აი როგორ გავაჩერო ბურთი, პასი როგორ გააკეთო და აი ძალიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალურებიდან. ხო, რა აი ჩათვალე საერთოდ არ იცი და აი პატარა ბავშვს 4 წლის ბავშვს ასწავლი. რა აი ეგრე მოგვიდგა და სხვათა შორის მაგან გაამართლა. და ვარჯიშიდან ვარჯიშამდე უმატებდით და უმატებდით. პირველი თამაში წავაგეთ ჯგუფში. მე არ წაგვიგია, ფრეები კი ვითამაშეთ ბევრი, არ წაგვიგია და ბოლომდე ესე გავყევით, რომ
აი სუპირველი ვისთანაც წავაგეთ, ის გუნდი შევხვდა ფინალში, ამ ჯგუფში ვისთანაც წავაგეთ და იმას მოუგეთ მერე პენლებში. და აი უბრალოდ შრომის ხარჯზე, მეტი არაფერი ხარ, მე ფეხბურთის თამაში, ანუ საერთოდ ანუ ეხლაც შემილია ვთქვა, რომ არ ვიცი, მაგრამ იქ კონკრეტული დავალებები რაც იყო, ეს სირბილით შემეძლო დიდხანს რაღაცა ჩემი აზრით მარტო შრომის ამბავი არ იქნებოდა მანდ, იმიტომ რომ შრომა და ჭკვიანური შრომა სხვადასხვა არის, კიდე იმიტომ რომ შრომით შეიძლება იშრომო, მაგრამ ბევრი რაღაც არასწორად გააკეთო, მაგრამ სწორად გააკეთო. ფუნდამენტალური. ხო, სწორად გააკეთო რაღაცები და ისე რა, ყურადღებით შეცდომა არ დაუშვა. ფეხბურთი ხო ეგ არის, შეცდომა თუ არ უშვებს გუნდი შანსი არის გოლი გაუშვას, მაგრამ ყველა უშვებს შეცდომას და ნუ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვა და რაღაცა ეგ იყო რა, ეგრე მიუდექით და სხვათა შორის ნუ რაღაც დონეზე გაგვიმართლა, რაღაც დონეზე ამის ხარჯზე რა. თავარია გეშრომათ და თუ რამე ეგრე წაიგოთ თუ არა და ხო, ანუ მან იყო ერთი მომენტი რა, მაგას ვამბობდით ხოლმე რომ ჯობია რომ აი ეს რჩევა მე მგონი ყველასთვის კარგია რა, ნებისმიერ საქმეში, არა მარტო სპორტში, აი მაგალითად ჯობია რომ მაგალითად ივარჯიშო ბევრი რაღაცა მცდელობა გქონდეს და წააგო და უშუალოდ თამაში ვიდრე წააგო არ ივარჯიშო და აი ამ რო არ ივარჯიშე იმას დააბრალო რა, ანუ ტყუილა შრომის თემა შეიძლება გამოდის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში 90%-ში ამართლებს და არ ნანობ მერე რომ აი რო არ ვივარჯიშე მაგიტო წავაგე არ ნანობ რა, იტყვი რომ აი ბიჭებმა ყველაფერი დავდეთო რა. აი გარი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ აი შენც რო გადახედო შენ თავს ბავშვობაში, ალბათ რაღაცაზე მაინც იტყოდი ხა რომ აი აქ უფრო მეტი შემეძლო რომ გამეკეთებინა. არ ვართავნა იყო ერთი ორჯერ რაღაც 107-ით 6 წავაგეთ რაღაცა. ეგრეც გვაქვს წაგებული კალათბურთში. იმიტომ რომ ძალიან განსხვავდებოდა თბილისის და რაიონის ესე დონე რა, ძალიან სხვაობა იყო. ანუ მაინც დავდიოდით ხოლმე იქით. კი ბატონო. და როდესაც მოიგეთ YouTube ლიგა. ხო. რას ფიქრობ, როდესაც იგებ და ხდები ჩემპიონი, მერე შენი ცხოვრება როგორ შეიცვალა თან ამ ჩემპიონობასთან ერთად? რამე ხო არ შეიცვალა შენში, ანუ ფსიქოლოგიურად ან მენტალურად და ჩემპიონის მენტალიტეტი ხო არ აქვს? პირიქით. ანუ რა არის, აღარ მოყვა ეგრევე. შემდეგი ჩემპიონატი მალევე არ დაიწყო, ჯერ კიდე არ დაწყებულა რა. და ამან ცოტა ფორმიდან ამომაგდო რა. ანუ იქამდე რო გქონდა ჩემპიონობა მიზნად, მე რო ჩემპიონობა რო იყო მიზნად, აი მართლა ვამბობ, კვირაში ორჯერ მინიმუმ ვარჯიში იყო და ვარჯიშის გარდა კიდე ინდივიდუალურადაც გვიბარებდა წვნელი და რაღაცა მიღებაზე და რაღაცებზე გავარჯიშებდა ხოლმე. ეხლა ხო აი ხა თუ უბანში თუ ვითამაშებთ, ეგ არის ჩვენი მაქსიმუმი რა და ძალიან იშვიათად ვიკრივებით, იმედია მალე დაიწყება YouTube ლიგა, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ. კალათბურთს არ თამაშობ ხოლმე? კალათბურთს იშვიათად ეხლა რა, ანუ არ ვიცი რატომ, არა არ მომიწია. ხო და თუ რამე იქნება დამიძახეთ. მე ვიზრუნებ მაგაზე რომ მოგიწიოს არ იქნება პრობლემა. კი ბატონო. კალათბურთში სხვათა შორის გვინდოდა თუინა გავაჟღერებ აქ რომ მქონდა ეგ იდეა. სხვათა შორის გავუკეთებიათ YouTube-ზე რამდენიმე კონტენტი ყოფილა კალათბურთის, მაგალითად Hungry Man-საც ქონია, რაღაც შეჯიბრის ამბავში. საეჭოსაც ქონდა, როგორც ხალხს. საეჭოს ქონდა, ოქტოპუსსაც ქონდა ამხანაგურის Silk Sport-დან. მე მგონი. ვიფიქრე, რომ ხო არ შეიძლება YouTube-ის All Stars გაკეთება დაუშვათ რა, YouTube-ის შორის დიდი ხანია ვფიქრობ და ნახოთ ან რაღაცა და ქონდა ეგ იდეა, თუ განხორციელდა ძალიან გაასწორებს ერთი ვიდეო, იქნება კარგი რა. თუ გამოვიდა რა ერთი ივენთი. წესით გამოვა. მე ვიზრუნებ მაგაზე რომ გავაკეთოთ რა, პრობლემა არ არის. ეხლა შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შენ პატარა თავს რარჩევას მისცემდი. აი კალათბურთზე რო დადიოდი მაგ პერიოდში. პატარა თავს? ხო.
პატარა თავია დიდი ძლივს მეტევა ეს. იქ ხო, ან პატარა როცა იყავი, ან 19 წლამდე, ხო, აქედან გამომდინარე, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდი ხა. აუ, კალათბურთთან მიმართებაში ვერაფერს ვერ მიცემდი, იმიტომ რომ ფიზიკურად მაინც ჩემს სიმაღლე ტიპები კალათბურთს ვეღარ თამაშობ. ანუ არა მგონია რა, ძალიან ნიჭიერი უნდა იყო. ნიჭიერი უნდა იყო კი, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შესაძლებელია ჩემი. რაღაც ესეთები უნდა აკეთო რა. სპორტის მხრივ თუ ზოგადად? ზოგადადაც და სპორტის მხრივაც. ხო, იმას ვერ ვიტყვი, რომ სპორტის მხრივ რამე დავაკელი რა. მაქსიმუმს ვაკეთებდი ხოლმე, რაც შემეძლო ხა. კალათბურთის კუთხით და რაც გამოვიდა, ეგ გამოვიდა. უბრალოდ ესე პროფესიულად მიზნად არ ქონა მე რომ კალათბურთი გამოვიდე, უბრალოდ იყო სპორტი, რომლითაც დაკავებული ვიყავი და ფიზიკურად ანუ ვარჯიშობდი, ასე ვთქვათ რა და ქუჩაში არ ვიდექი. ეგ თემა იყო რა. და YouTube ლიგაში კულისებს მიღმა ყველაზე სახალისო სასაცილო რა მომხდარა? თუ გახსენდება რამ? ხო, მან კულისები არ ქონდა, მაგრამ გასახდებში რა ხდებოდა? არაფერი რა, ესეთი კურიოზი არაფერი არ მომხდარა. არ მახსენდება. ან თამაშის დროს თუ მომხდარა რამე ისეთი, რაც თქვათ კადრს მიღმა დარჩა. თამაშის დროსაც თამაშის დროს მეკარე იყო ხოლმე მოდი არ ვიტყვი. არეცხინოს. კი ბატონო. რას ფიქრობ მეკარე მოგვაგებინა ვაფშე. ჩემპიონატი რა, დიდი წვლილი არის მაგისი. ერთი-ორჯერ არ იყო რა ფხიზელი და მერე გვითხრა რომ მეტყობოდაო რა გეტყობოდა რანაირად გეტყობდა გოლი არ გაგიშვია. და პენლები აიღო და რავი რაღაცები აკეთო. შენ თუ გითამაში არა ფხიზელ მდგომარეობაში? არა გამისწორდებოდა ალბათ. და ზოგადად არა ფხიზელ მდგომარეობას დიდად არ მივესალმები. ნუ რა თქმა უნდა. ჯანსაღის ნეკი თუ გაქვს რაიმე რასაც ან ყოველდღიურად ან ზოგადად მიირთმევ ხოლმე? ჯანსაღის ნეკი რა არის ჯანსაღის ნეკები ახლა გეტყვი. ჯანსაღის ნეკი რებია ჯანსაღი არ ვიცი ესე არ მაქვს დაყოფილი. თუნდაც რაიმე ნებისმიერი ხილი და რაღაც ერთად ხილთან ერთად. რაღაცა იცი შენ. რაღაცა იცი. ხო, ნუ რა შეიძლება იცი რომელი ნეკი მიყვარს, მაგრამ ეგ რამდენი ჯანსაღია არ ვიცი რა, ქეშიუ რო არის. ქეშიუ საკმაოდ არის ჯანსაღი. ჯანსაღია. ხო, ეგ მიყვარს მაგრად. ოკეი. და რას ფიქრობ YouTube ლიგაში შემდეგ სეზონზე რას აპირებთ? შემდეგ სეზონზე ნახე რა უნდა, ხო, აი ეგ უნდა გავაკეთოთ რა. იმიტომ რომ ყველაზე აუცილებლად რთული არის ჩემპიონობის დაცვა მე მგონი. ხო, ანუ არავის არ მივცემთ საშუალებას ვათქმევინოთ, რომ ჩვენ რაღაცა ისე მოვიგეთ, რომ გაგვიმართა და გაგვივარდა რა. და მაგას დავამტკიცებთ ზუსტად და თუ იგივე მიდგომით ვიქნებით, რა მიდგომითაც წინა YouTube ლიგაზე, ნუ ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი იქნება. აუტსაიდერი გუნდი იყო საერთოდ, ანუ თავიდან ითვლებოდა, რომ რაღაცა 30-ად გთვლიდან რა, რომ აი ეს ხა გავარდება 6 გუნდიანში, მე 6-ე ჯგუფში, მე 6-ე ადგილს ვარაუდობდნენ, ანუ ეგრე იყო და ეხლა ნუ ეგ უნდა დავამტკიცოთ რა. ეგ ამბავი თუ მაგის საშუალება მოგვეცემა, არ ვიცი ხა ზუსტად რა ფორმატით იქნება, როგორ იქნება, მაგრამ შრომის გარდა რას ფიქრობ, რა მოგცათ ეს შედეგი? შრომის გარდა ის რომ რამდენი ერთი-ორი ყავდა ესეთი, რომელსაც ქონდა რაღაც გამოცდილება ფეხბურთში. უნდა იტანებებული რო აქ რა 14 წლის რო აღარ გაყვამერე და მანამდე რომ ნიჭიერი იყო რა. რაღაც მიზეზების გამო რომ
არ გაყვარა, როგორც თვითონ ამბობს, თვითონმა გამომაგდო გუნდიდან და არ ვიცი რა. ხო და ყავდა ეგეთი 10 ნომერი ლუკა ოქრო და და ასევე მეკარე. ანუ მეკარე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რა, ანუ გოლს ვერ უტა, ანუ როგორი გუნდი ვიყავით, იცი, აი შეიძლება რაღაც არ წინავდით შეტევაში, მაგრამ მეორე გუნდი ვერ ხვდებოდა გოლი როგორ გაიტანა ჩვენთვის რა, ანუ მიდგომას ვერ პოულობდნენ რა და მე როგორ აიცი რაც დრო გადის და ვერ იტან ნერვები გეშლება რა, რომ აი ამ გუნდს ვერ უგებ. და ეს ანდერდოგი გუნდი იყო რა. რაიმე სერიოზული ტრავმა თუ გქონია? სხვათა შორის არა. ერთადერთი ბავშვობაში გადმოვარდი მეორე სართულიდან. როგორ მოახერხე? შეება მეტყობა ეხლა. ხო, დარჩენი არაფერი რა. ანუ ისეთი. მეორე სართულიდან გადმოხდება როგორ მოახერხე? აი ეს გორგოლაჭებიანის კამერა ხო იცი? ხო, კომპიუტერის კამერა. მაკიაჟის, აი ძველი რო იყო ადრე, მაკიაჟის სარკესთან რო იდგა ხოლმე რა. სახლი იყო ახალი გაკეთებული და კიბეს არ ქონა ჯებირები. მეორე სართულის რა, ანუ სოფელში და ესე დიდი აივანი იყო და აი როგორ გითხრა, ესე კუთხე როა იყო რა, ესე გავგორდებოდი აქედან და ერთხელაც აქეთ წაიყო რა პრობლემი და დავეშვი დაბლა. ერთი ეგ ტრავმა და ისე სხვათა შორის ტრავმა საერთოდ არ ქონია, ანუ აი სუბუქს არ გულისხმობ, ისეც რომ აი ფეხი ოდნავ დაგისივდა, ეხლაც მქონდა YouTube ლიგაზე რომ დამისივდა რაღაც, მაგრამ არ ქონია არაფერი რა. Просто ეხა ოდნავ ასაკში მუხლები მდგივა ხოლმე. განდახარ, აი ველოსიპედით რო დავდივარ, ბევრს მაგ დროს იცის ხოლმე. ეგ პროფესიონალ ტრავმა თუ არ ქონია სერიოზული, რომ ბევრ სპორტსმენს. ზოგადად მოტოციკლით დავდიოდი, ეხაც დავდივარ და მანდაც რამდენჯერაც გადმოვარდნილ ვარ, რა ვიცი, ანუ არასდროს არ მიმიღია. ეთქვა რაღაცა ძულებია სხვანაირი, არ ვიცი. მეთქვა და გიფაროს ტრავმა შორს. აია. ოკეი, და რა მაინტერესებს ტრავმების არ ქონის მიუხედავად რას ფიქრობ, რის გამო დაანებე კალათბურთს თავის დროზე? რის გამო და გეტყვი ხა, რომ დავამთავრე სკოლა. ხო, ჩავაბარეთ ესეუში ჩავაბარე. და ანუ ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიხარ, იმ ქალაქს ტოვებ და მანამდეც მოსამზადებელი პერიოდი იყო, მაშინ ეგრე იყო რა და მე მგონი უკვე მოსამზადებელზეც კი ვეღარ ვასწრებდი რა, ანუ რაღაცა უნდა აირჩიო და თან ის თემა იყო, რომ ეხა აქეთ კიდე სხვა დონე იყო. უნდა დამეწყო რაღაცა გუნდში დაუშვათ ვარჯიში, მე რამდენიმე წელი უნდა გასულიყო იქ რაღაცისთვის რომ მიგეღწია დაუშვათ თავიდან დაგეწყო ვარჯიში, არც მაგის საშუალებაც არ იყო. და პლუს სწავლასაც მოწყდებოდი, რის გამოც დაუშვათ მე საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე და აქედან გამომდინარე არ ესენი ერთად არ შეიძლება გამოსულიყო, მაგრამ ალბათ პერსპექტივას ვერ ხედავდი მე, რომ რაღაცა რამესთვის მიმეღწია კალათბურთით რა. და ანუ უნივერსიტეტულ ცხოვრებას გავყევი და იქ უკვე ეს განხრა გაიჩითა, მან სანკანი იყო თესეუში და იქიდან უკვე რაღაცა ტელევიზიაში იქიდან და ესე წავიდა თემა რა. ასე თუ ისე სწორად ავირჩიე. რაღაცა ბიზნესის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ იმ უნივერსიტეტიდან მოვხვდი იმ სფეროში, სადაც ეხა ვარ. ძალიან კარგი. და რა მაინტერესებს? სპორტს რო დაანებე თავი, მაგის მერე, ეგრევე რო გადახვედი, თქვათ სწავლის სფეროში, მაგ მომენტში თუ დააფიქსირე ის სპორტული ჟინი, რაც ქონდა სპორტის სფეროში, ან თუნდაც მანსაკანის სფეროში, თუ დააფიქსირე ის ჟინი, მაგრამ ეს სპორტულად ფიზიკურად რო აქტიურობდი, ცოტა მოვიმატე. ზონაში ცოტა
ავიდა ზევით. ვინ არის შენი საყვარელი სპორტსმენი? როგორც სპორტსმენი ძახი? სპორტსმენი. მოდი ვიტყვი პირდაპირ იმიტომ არ ვამბობ რომ მოგვარე არის. დღესდღეობით ეგ არის რა. კი შეიძლება მესი, რონალდო ესენი თქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ გონია რომ მაგანაც რაღაცა ბევრი შრომით მიაღწია და ხვიჩა სამაგალითო ადამიანია. კი ბატონო, ქართველებისთვის მეთომეტეს ახლა. კი, ბევრი არის კიდე ბიჭები, ყველა რა ნაკრების რა და სამაგალითო ხალხია, რა ვიცი. კი ბატონო. მე მგონი ფეხბურთის კალათბურთის და ყველა კალათბურთელებიც ხო, კალათბურთელებსაც ძალიან დიდი ესე იგი მიღწევები აქვთ. ეხლანდელ თაობას და ისინიც მისაბაძები არიან, ასე ვთქვათ. ქართველების გარდა უცხოელი სპორტსმენები ვის ბარეშიკო ყველაზე მეტად გულშემატკივრი? მიუნხენის ბაიერს გულშემატკივრობდი. როცა უყურე, ანუ ეხა სპორტს აქტიურად არ უყურებ, ვერ უყურებ უბრალოდ რა, აი რო გითხრა რომ რამე თამაშებს ესე ყოველ შაბათ-კვირას ჩემპიონატების თამაშებს უზივარ, ამასაც მოგატყუებ, მაგრამ ადრე ბავშვობაში ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, კალათბურთზე კი დავდიოდი, მაგრამ ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, აი რაღაცა ბორჯომში მოდიოდა ხოლმე გაზეთებიდან ვიგებდით ხოლმე რაღაცებს რა ანგარიშებს ორ შაბათს, რაც შეიძლება ტელევიზორი არ იყო მაშინ და იდეა ის იყო ტელევიზორზე ტელეტექსტი თუ გახსოვს. არა. მოგლეთ, ტელევიზორი იყო, რომელსაც ტელეტექსტი ჰქონდა. და მორბენალის ტრიქონები ჰქონდა და იქ რაღაცა ანგარიშს ეწერებოდა, რაღაცები ეწერებოდა. ბეჭდური იყო ჩათვალე რა, ნახევრად. ხო, ვიღაცას თეფში ჰქონდა შეიძლება ეგეთი მაგ დროს მე მგონი თან ვიღაცები სპეციალურად მიდიოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც რადიო იჭერდა ან ეს იჭერდა. ხო, ნუ ჩემ ბავშვობაში იყო რაღაც ტოტალიზატორები თუ რაღაცა, მაგრამ არ შეიძლებოდა იქ, მაგრამ ჩუმად რა მე გამომაგდეს. არასრულწლოვანი ვიყავი და არ შეიძლებოდა. გაზეთი მოდიოდა ხოლმე. ორ შაბათს ბორჯომამდე დრო ხო უნდა და 12-ზე მოდიოდა რა. 10-ზე არ იყო 9-ზეაც. და იქიდან სულ გაზეთს ვკითხულობდი რაღაცა ესე მიყვარდა რა ძალიან ფეხბურთი და მე ცოტა ასაკში კალათბურთიც რა უყურებდი NBA-ს. ხო და ფეხბურთელებიდან მახსოვს ბავშვობაში მიყვარდა ძალიან ბექემი. ანუ ძალიან კაი ჯარიმები ჩაწოდება, ან კლასნად თამაშობდა. კალათბურთში ყველაზე მეტი შთაბეჭდილება შენზე რომელმა მოთამაშემ მოახდინა? დეტროიტ პისტონსი იყო გუნდი, რომელიც ძალიან გუნდურად თამაშობდა მაშინ. ალბათ ეხაც არ ვიცი. მაგრამ ეხლა ვიცი რომ დოდეში და დამწრეული აქვს, მაგრამ მაშინ აი რა ვიცი, აი ძალიან მაგრად თამაშობდნენ შენ, არ ვიცი, ანახი გაქვს თუ არა. გახსოვს თუ არა აი ჰერინგტონი, ვოლასები, კიდე აღარ მახსოვს ახლა რამდენიმე კალათბურთელი იყო, რომლებმაც ორჯერ ლეიკერსი, აი რომელი ლეიკერსს მოუგეს იცი? შაკილ ონილი და კობი ბრაიანტი და აი ძალიან ვარსკვლავური გუნდი რო იყო რა და ამას ახერხებდნენ აი მაგ გუნდურობის ხარჯზე და ალბათ არ იყვნენ იქ ისეთი ვარსკვლავები და ისეთი ანუ ინდივიდუალური მოთამაშეები. მაგრამ მაგრად უგებდნენ რა და მაგ გუნდს გულშემატკივრობდი რა. შეიძლება ინდივიდუალურად აქეთ მომწონდა მაგალითად კობი ბრაიანტი, მაგრამ აი თამაშის კუთხით ახლა თან რო ნათამაშები რომ მქონდა კალათბურთი და ესე რო იცი, ძალიან მომწონდა ეგ და თან ესეთ რაღაცა ძლიერ გუნდს რო უგებდა რაღაც სუსტს ხო უფრო გულშემატკივრობდა და ეგრე რა. კალათბურთზე რო დადიოდი მაგ პერიოდში ფეხბურთით ასე ვიყავი და გავიგე. არა, ფეხბურთი მაგ ანუ YouTube ლიგამდე ალბათ ჯამში რო აიღო 1-12 ჯერ ნახევარი რა. მეც ასე ვიყავი ხოლმე მე კალათბურთით. მაგრამ ის არ არის რომ რაღაცა ძალიან ანუ
რაღაცა რო უტყავენ და აქეთ რომ მიდის ბურთი და რაღაცა სასაცილო და არასდროს არ თამაშობდი, ანუ რაღაცას შვებოდი რა, ხო რა, აი ჩვეულებრივად რა. და ზოგადად გონი ვინც ფეხბურთს ვინც თამაშობს, კალათბურთიც გამოსდის ხოლმე ასე თუ ისე. მაინც გუნდური ხო, რაღაცნაირი გუნდური სპორტი არის და მაგიტომ შეგვიძლია მე რას დავაფიქსირე და ყველა კალათბურთელი აფიქსირებს, ანუ კალათბურთელები როდესაც თამაშებიან ფეხბურთელებს, ფეხბურთს უჭირთ მათთან თამაში, იმიტომ რომ უფრო გრძელი ფეხები და გრძელი კიდურები აქვთ და უჭირთ ხოლმე მაგ პოჭი თამაში. არის. კი, არის ეგ. ფეხბურთელები ხო შედარებით ტანით ესე არიან რა დაბალი. შენ თავს როგორ აღიქვა, უფრო მშრომელად აღიქვა თუ უფრო ტალანტურად, როდესაც სპორტს ვეხებით? ხო, რა თქმა უნდა, შრომა ხო, ახლა ტალანტი, ნახდაცა. ყველაფერი არ მეტყობა მაგის. ანუ ფიზიკურობიდან მომიჩენია. ფიზიკურობიდან გამომდინარე არა მარტო, ანუ თქვათ ზომაწოინიდან გამომდინარე, ანუ თქვათ სწრაფად ათვისების უნარი ან მსგავსი რაღაც. სწრაფად ათვისების უნარი მაქვს პირიქით. ანუ გვიან ვითვისებ რაღაცას, მაგრამ კარგად. ანუ თუ ავითვისე და ათვისებულა, მე უკვე კარგად არის რაღაც ათვისებული რა. ანუ ეგეც მოგეხმარა YouTube ლიგის მაშინ. არ ვიცი ხო, ნუ ხო, ბევრი ან ვიღაცა შეიძლება ერთხელ მაგრამ აი კომბინაციებს მაგალითად რა, რაც ცოტა სააზროვნო რაღაცები რაც არის, მაგას მარტივად. უფრო აი ფიზიკურ რაღაცებს ცოტა რთულად, მაგრამ ვითვისებდი. ხო არ გაქვს რამე ხრიკი, როგორ იმახსოვრებ კომბინაციებს? არა. რავი, არ არსებობს მე მგონი. просто უბრალოდ რომ ტელეფონი გადამიღია ხოლმე და მე სახში მინახავს. რომ დამამახსოვრდეს რა. თუ რთულია ძალიან ესეთია ხუთსვლიანი თუ არის მაგ შემთხვევაში რა. შენი გამოცდილებიდან გამომდინარე დღევანდელ სპორტსმენებს რა არჩევას მისცემდი, ანუ თუნდაც შენი შეცდომებიდან გამომდინარე რა არჩევას მისცემდი, რომ უფრო უკეთესები იყვნენ? ხო, მე ეხა ძალიან ესეთი გამოვა ჩემგან. ხო, მაგიტო შენი შეცდომებიდან გამომდინარე სასაცილო გამოვა ჩემგან, რომ მე ვინმეს რამე რჩევა მიცე. აი, რას ფიქრობ, რა შეცდომა დავუშვირით, გამო შეიძლება ვერე. რომ იყო კი ბატონო მაგ. რჩევას იმას მივცემდი, რომ აი ძალიან ზედმეტიც არ ვარგა, რომ და რა არ ვარგა, ეხა ზედმეტი ბოლოდან დავიწყე თქმა. ახე თუ ატყობ რომ რაღაცა შეგიძლია, ეგ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო და თუ ბოლომდე მიიყვან და არ გამოგდის, ანუ ჯობია რომ რაღაცა შეცვალო რა, სხვა რამე გააკეთო რა. არის რომ აი მაგალითად რაღაცა არ გამოდის და ყველა ცდები რა, ანუ ეს მოდი სპორტი არ არის ეს მარტო რა, ბევრი საქმეა ეგეთი და აი ზოგი იტანჯება რა, რომ აი რაღაცა არ გამოსდის და მაინც აწვევიან რა, მაგალითზე ვიძახი რომ ექიმობა არ გამოგდის და მაინც რაღაცას ძალით აკეთებ და დღესდღეობით იმდენი პროფესია არის რომ შეგიძლია ისეთ პროფესია აირჩიო, რომლისგანაც რაღაცა სიამოვნებას მიიღებ და გეყვარება რა. თუ არ გიყვარს, თან ახლოს იყო ისეთი პროფესია. ხო არის ბევრი რომ არ უყვართ, მაგრამ ძალით რო ატარებენ და უშუალოდ. ეგ ხო არ გამოსული ამბავია. 99% შემთხვევაში არ გამოსულია. შეიძლება 1%-ში გამოვიდეს ახლა რომ რაღაცა ძალით შეაყვარო ადამიანს რა, თუნდაც კალათბურთი. ნუ მაგაზე ნიკოლა იოკიჩი მახსენდება ყველაზე ის ვინც ახლა დღეს NBA-ში საუკეთესო მოთამაშეა და არ უყვარდა ძალით დაყავდათ ფაქტობრივად ეგეთი ისტორიები. მამა იყო ალბათ კალათბურთი. არ ვიცი მამა ყავდა თუ არა კალათბურთელი, მაგრამ მაღალი ბავშვი იყო და ფიზიკურად პერსპექტივა ჰქონდა და შეიძლება ნუ კალათბურთში კიდე ეგ თემა არის, ხო მაღალი რო არის, ფეხბურთში არა. ფეხბურთიდან შეხედვა, კალათბურთში ხო ეგ მონაცემი როცა გაქვს და მან თუ მაგას გამოიყენებ, რა ვიცი, ძალიან კაია. ატო არ გამოიყენებ. ბოლო პერიოდში შეუყვარდა ცოტა კალათბურთი. ხო, ნუ გაიზარდა მიხვდა რომ სწორგზაზე დამაყენესო ალბათ რა, სხვა რა უნდა ეკეთებინა. ანუ საბოლოო ჯამში უნდა ცადო, ეგ არის შენი რჩევა, რომ უნდა ცადო ბოლომდე და თუ გამოდიო მე არ უნდა მიატოვო თუ გიყვარს რომ მე არინანო. ხო რა, ეგ ჯობია რა.
ყველა ვარიანტი. რაღაცა ეხა მაგალითად ძალიან მაგარი ქორო ხო იცი გიორგი ქორიძე ეხა დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში რა 28 წლის არის. და ძალიან კარგია რა, ანუ ამით ალბათ ფეხბურთსაც რო თამაშობს, ანუ ხო სიამოვნებას იღებს, ეხლა წარმოიდგინე, თან კონტენტს აკეთებს თავის საქმის ამბავში და თან გუნდთან ერთად იწყებს ვარჯიშს და ნუ აი რა ვიცი, ერთი ან ორი თამაშიც რო ითამაშოს, ძალიან მაგარი იქნება მაგისთვის. ანუ საბოლოო ჯამში რო აკეთებ შენ საყვარელ საქმეს, შესაძლებელია რომ რაღაც გზები გამოძებნო, რომ შენ სპორტთან ახლოს იყო და თან პლუს კონდეს რაღაცა პროფესია ამასთან დაკავშირებული. ხო, თან რა არის, იცი რომ კი პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ რაღაცა გზები არის უკვე გამოჩნდა ისეთი, რომ ანუ შანსი გააქვს რომ გახვიდე და სადღაც აი ესე ბიჭების მაგალითი რომ ავიღოთ რა გინას ფეხბურთში და გინას კალათბურთში. სხვა ქვეყნებთან შედარებით შევა მეტი შანსები გვაქვს რომ სადმე მოვხვდეთ. კი ბატონო. არა, კალათბურთში ეგ ამბავია, თან კალათბურთში თამაშების რაოდენობა რო შეადარო საქართველოში და ევროპაში რა უწევთ, ძალიან დიდი განსხვავებაა და გამოცდილების მხრივაც კაია და ვიღაცამ რო დაგინახოს მაგ მხრივაც კარგია. ამიტომ დღესდღეობით ბავშვებს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ჩვენ მქონდა თუნდაც ადრე. კი, ძალიან ანუ რა გითხრა. მე ალბათ ვერ ვიქნებოდი, მაგრამ აი იყო ჩემ გუნდში რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ფიზიკური მონაცემიც ჰქონდა. ძალიან ნიჭიერი იყო. და ნუ არაფერი რა, სადღაც ვერ გააგრძელა და ვერ გაყვა. არ იყო რა პირობა. აი მართლა არაფერი არ იყო და რა უნდა ექნა მე. შენი ახალი აი რა არის, იცი, მაინც გონია რომ იმ დროსაც ბოლომდე რო ქონოდა ის მიწოლოდა ამბავს და საქმე ბოლომდე მieყვანა თუნდაც იმ რისკის ფასად და რაღაცა გადაედო იქეთ გონია რომ გამოვა რა აი სუ ბოლომდე თუ მიაწვევი რა და ეხლა მით უმეტეს უფრო გამოვა. ანუ თუ ხარ ნიჭიერი შრომის მოყვარე და თუ გარისკე უნდა გარისკო არ გამოვა სხვა ცხოვრებაში ყველაფერი ეგრე ხო რაღაცა უნდა აირჩიო ერთი რომ იმას გაყვე ბოლომდე ხა იქ რაღაცა ბანკის იმუშაო და თან სპორტს ყვე ხო არ გამოვა და რომ რთულია რა რისკზე საუბრობ და ეს შენი ახალი პროექტი რაც არის პოკერის პროექტი აი მაგის შესახებ რო გითხრა და ანუ მაგ პროექტის დაორგანიზებაში რამდენად დაგეხმარა სპორტული ჟენი. სპორტად ითვლება ხო? ხო, ფაქტობრივად სპორტად ითვლება. არა, სხვათა შორის მაგას ვერ დავაკავშირებ ხა სპორტთან ჩვენ ამბავში. უბრალოდ ძალიან დიდი ხანია აი 1-5 წელი არის ეგ იდეა არის უბრალოდ ამის განხორციელება ცოტა რთული იყო რა. მარტივი არ არის, რაღაცა ბევრი პატარა დეტალია, რომელიც თუ არ გააკეთეს სწორად და კარგად არ მიუდექი და აი ეს რაღაცები არ ქონდა, ნახევრად გაკეთებული არ ვარ გარა და სულ ცდილობები იყო, რამდენიმე სატესტო ჩაწერა იყო და ბევრი წელი გავიდა და ეხლა განხორციელდა რა, ანუ ზეგ არის პირველი ჩაწერა, უკვე სტუმრები დადგენილია. ხო, ზეგ არის პირველი ჩაწერა და იმედია პირველი გადაცემა კარგი გამოვა და ეს გადაცემა ჩემთვის არის რაღაცა სიახლე ცხოვრებაშიც და ძალიან მინდა რომ მაგარი გამოვიდეს რა. ანუ რაღაც პროექტები გვიკეთებია ადრეც და კარგი გამოსულა. უბრალოდ ეს რაღაცა განსაკუთრებულია და თან ძალიან მიყვარს რა. პოკერის თამაში ერთხელ მომიწევს მეც, იმიტომ რომ ბევრი მსურველია
და ჯამში 36 ადამიანი თამაშობს სეზონში. და 36-დან 6 ფინალისტი უნდა აირჩეს. ამიტომ ორჯერ და სამჯერ ერთი და იგივე ადამიანს ვერ დავპატიჟებთ რა, ანუ ერთი მაგიდა და იქ უნდა მოიგო რა. და პრიზები საკმაოდ ესეთია, სოლიდური რა. რისკიც არის და სპორტული ჟიმიც მაგამ ბავშვებს. რისკიც არის ხო, უბრალოდ ფიზიკურად ხა ანუ როგორ ჭადრაკი. აი ჭადრაკის ამბავია კი და თან აი როგორ გითხრა, კარგი გასართობია რა. და იმედია ერთადერთი რისი მეშინია არის ის რომ ის ემოცია რაც გაქვს როცა თამაშობ მაგიდასთან აი ეგ ემოცია შევა 100%-ით ვერ გადმოვიტანოთ მაგრამ აი რაღაცა 70% მაინც რომ მივიდეს მაყურებლამდე ძალიან კაი იქნება რა და ვნახოთ ეგ როგორ გამოგვივა რა ტექნიკურად ყველანაირად ზადავართ კარგი სტუმრები კარგი სტაფი, ყველაფერი კარგია და ნახოთ ახლა რა იქნება, რომ დაიდება ხალხის რეაქციას დავაგვირდეთ. წესით კარგი პროდუქტი გამოგიებთ. ნახოთ წინასწარ არ მიყვარს, მაგრამ ესეა რა, რაღაცებისგან თავიც გვაქვს დაზღვეული და ვახმოვანებთ, ასე ვთქვათ, კომენტირება იქნება მაგიდის. რომ იქ რამე შეცდომა რო იყოს, შეგიძლია გამოვასწორო რა. ნახოთ რა იქნება, რა. შევხედოთ. შენი აზრით ყველაზე სასიამოვნო საყურებელი რომელი სპორტია? ყველაზე მეტად რომელი საყურებელი, რა თქმა უნდა, აი მაშინაც რო კალათბურთზე დავდიოდი, მაგრამ ფეხბურთს უფრო უყურებდი თქო და ფეხბურთი პირველია. უბრალოდ აი ყველა თამაშს ვერ უყურებ. უყურებ მაინც მხოლოდ ქართველების თამაშებს, ნაკრების და ქართველების. ხო, ანუ ეს ზოგადად რა ხდება, მაგას ვადევნებ თვალს და მიმოხილვებს და რაღაცებს და ესე ვერ უზივარ, ანუ პროსტა უბრალოდ დრო არა. და ხო რა, ეგ არის. მე მგონი გავეცი კითხვის პასუხი. მაგრამ მაინც რას ფიქრობ, რა არის ყველაზე სასიამოვნო, როდესაც ფეხბურთს ბალეშიკობ? აი რა არის ის, რის გამოც მოგწონს ფეხბურთის ყურება? სხვათა შორის ძალიან აი სტადიონზე არის კარგი რა, ფეხბურთის ყურება. იმიტომ რომ ლაივში რო უყურებ ან მაგას. ხო რა, კი, კაი, ტელევიზორში ბევრად კარგად ჩანს. და ბევრად კარგად ხედავ ყველაფერს ტაქტიკას, ყველაფერს კარგად ხედავ, მაგრამ იქ სხვა მუხტი აქვს რა, სტადიონი სულ სხვა სიამოვნებას იღებ, პირდაპირ შენ თვალწინ უყურებ ფეხბურთელებს და სხვა ემოციებია. ანუ თითქოს კი არა მონაწილეობ იმ გუნდის გამარჯვებაში რა, ანუ როცა ყველა ერთად უშემოდგირობ და შენ ხმას აგონებ, ან ჩათვალე ძალიან მაგრად მონაწილეობ, მაგალითად რომ მე არ მქონია ეგ შეგრძნება არასდროს ბავშვობაში მქონდა ძალიან ის დარბაზში ახლა რამდენი კაცი ესწრებოდა ხოლმე ბავშვების კალათბურთს რა ესწრება მშობლები შინაურები რაცა ესეთი ჩვენ არ გვაქვს კულტურა რა წავიდები და ყორო ბავშვების თამაში. ეხლა ვიყავი ჩემი ძმაკაცის შვილის კალათბურთს დავესწარი და ანუ იყვნენ მშობლები და მოჩა რა რაცა თუ მოყვა ჩემს დავით ხო დაძმა ეგრე რა სისხლი და ხორცები იყვნენ მარტო და ეხლა სხვათა შორის YouTube ლიგაზე მოხდა ისე რომ სადღაც 1000 კაცამდე ესწრებოდა ხოლმე საკმაოდ ბევრი მაყურებელი ყავდა კი აი რომ გამოვედი სტადიონზე ან ძალიან ცნობილი შეგრძნება იყო რომ რაღაცა ხალხის ოვაციები და რაღაცა 1000 კაცი რო გიყურებს და გულშემატკივრობს და რაღაცა ხმებს გაგონებს ანუ ცოტა თავიდან 1-10 წუთი მაგრად ვინერვი რო კი ახლა ოდიში ახლა სადმე არ ჩავიჯვა რამე არ მომივიდეს შეცდომა და არ დამცინონ და რაღაც ხო და
ძალიან მაგარი შეგრძნება ალბათ რა ვიცი როგორც ახლა ზოგს მოწინააღმდეგის გულშემატკივრის ეშედია და მომღერლისთვის მაგალითად სტადიონს რო ავსებს და კონცერტს ღერის დაახლოებით ეგ არის ალბათ ყველაზე მაგარი და მე ალბათ ფეხბურთელი რო ხარ და 70,000 კაცი რო ის არის საინტერესო რომ ის არის ყავს რა ქვია სახში თამაში არ გიწევს YouTube ლიგაზე 1000 კაცი რო არის იქ და 500 შეიძლება მეორე გუნდის ის იყოს გულშემატკივარი და 500 კაცი მეორე ლეხის ქვეშ არ ახარ ხო ხო და აი გულშემატკივრობას რაც შეეხება აი უფრო დროს უფრო ხარჯავ ეგეთ რაღაცებზე ხა აი რაც უნიკალური მოვლენაა მაგალითად ამ პერიოდისთვის რომ ქართველი ფეხბურთელი მაგალითად ჩემპიონთა ლიგის ფინალში რო გავიდა და ნუ ნახევარფინალს დავესწარი მე ანუ ესე მომიწია ხო ფინალსაც დავესწრებოდი მაგრამ მოიგებს მაინც ჩემს გარეშეც მოიგებს რა ბატონო მაგრამ შენ რო გავუმაგრებ გვერდს მაინც ხო არიან ბიჭები მიდიან ქართველები ბევრი იქნებიან და ჩემი აზრით მაგ თამაშს მოიგებთ ნუ ალბათ ყველა სპორტში და ყველა გუნდში მაყურებელი აღიქმება როგორც დამატებით გუნდელად მე-12 გუნდელად იმიტომ რომ ძალიან დიდ ფაქტორს ძალიან დიდი ფაქტორი შემოაქვს თამაში როდესაც ვიღაცა გვარაში ყავს და სხვებს უშლით ხო გალბურჩი მე-6 კაცი არის და გულშემატკივრობის გარეშე მე მგონი არაფერი არ გამოვა სპორტში ხო აი ძალიან მაგარი შეგრძნება რაღაცა თითქოს გემატება რა ძალები. მაგრამ იმ დროს არ გესმის რას ამბობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გემატება. ზოგადად ყველაფერში ეგრეა რა, ადამიანის გამხნევება ძალიან ბევრს ნიშნავს და. ცუდი თუ უთქვათ რა. 60,000 კაცი ერთად რო იქ YouTube ლიგაზე, არ ვიცი, ეხას ბავშვმა ერთხელ ჯოხი ისროლა თუ რაღაც რომ ეხება არისო კარგი, მაგრამ ხდებოდა ეგეთ რაღაცები სხვათა შორის. ცუდი ამბავია. ხუბებიც იყო, რაღაცები იყო, მაგრამ ნუ ეგ ესეთია რა, გადაფარვადია რა. რა თქმა უნდა. პრობლემა არ არის. გასახდელში YouTube ლიგაზე სასაცილო არაფერი არ გახსენდება, მაგრამ რა მომხდარა ისეთი რამაც გუნდი შეკრათ. თუ მომხდარა ეგეთი სიტუაცია რამე რომის დროსაც აი ხო აი აგებდით მაგალითად მაგრამ გუნდი შეკრული ყავით მე ეს გასახდელის მერე არა ისი რა ხდებოდა სხვათა შორის ამ YouTube ლიგაზე არც ერთ თამაში იყო რომელსაც ვაგებდით და შემოვაბრუნეთ რა ანუ თემა რა იყო გეტყვი ხა მწვნელი ისე გვათამაშებდა რომ აი გოლი არ უნდა გაგუშვა თორე გოლს რო გაუშვებდით რა მე მორჩა აი იმასეს პირველ თამაშზე რაც წავაგეთ აი გოლი რო გავუშვით მოიშალა გუნდი და ამიტომ გოლს არ უშვებდით ხოლმე რა ან ძალიან სწრაფად უნდა გაგვეტანა რა უშოთ იმ წნეხში არ ყოფილიყავით რა ხო და თავარი იყო რომ არ გაგვეშვა გოლი და ბევრი ისეთი თამაში იყო რომ პირიქით შემოგვიბრუნეს რა ანუ ვიგებდით და აქეთ შემოაბრუნეს ხებმა რა და მაგას ვაკეთებდით ხოლმე რომ თავიდან თამაშს ვკეტავდით ფლიანად რა კალათბურთში game winner თუ ჩაიგდია არა ფეხბურთში კალათბურთში მაგ რაღაცა ჩემპიონატი იყო ზუსტად არ მახსოვს სკოლებს შორის იყო თუ ქალაქებს შორის იყო პატარა ვიყავი და მაგ ჩაგდებული მაგ ძალიან ბევრი ქულა 52 ხო კობის რეკორდზე გამახსენდა რომ 10 სამქულიანი ვისო და 10-ვე ჩამივარდა რა და ორქულიანებიც თითქმის არ გამიმაზია რა შესრულებით ძალიან მაგარი შედეგი ხო და ანუ რაღაცა იყო რა რაღაც მოხდა არ ვიცი ხობა ანუ გულშემატკივრებიც იყვნენ მაგ თამაშზე ბევრი აი ეს სკოლებიდან მგონი რა იმ დღეს ან წინა დღეს რამე განსხვავებული ხო არ მოხდა შემთხვევაში მოხდა რაღაც დაემთხვა კარგად ანუ აი ხო რჩებოდი ხოლმე რომ ისროდი და ეთყობა დაემთხვა რომ კარგად წავიდა რა ხელი ო მაგარია ძალიან მაგრამ მე თან გამიკვირდა
მაგრა ასწორებს რა მაგარი შედეგი არის. კი, ძალიან მაგარი შედეგია 52 გოლა თან 10-დან 10-სამიანი ძალიან მაგარი შედეგია. ბავშვობა კარგია რა. მაინც მაგარი შეგრძნება არის რა. თუ გახსოვს შენი პირველი ჩაგდებული ბურთი? არა. პირველი გატარილი გოლი? არა, ეგეც არ მახსენდება ეს. YouTube ლიგაზე არ გამიტანია გოლი რა. ძალიან რთულია. ჩემი პოზიციისთვის ამხანაგურებში გამიტანია. ისე არა. პენალიც დავარტყი და ესეც გამომაზე დაჟე. პირველი გოლი რო გაიტანე, როგორი შეგრძნება გქონდა? სად? ამხანაგურზე თუნდაც. არაფერი ამხანაგურს არ უყურებ რა. ისეთი არაფერი რა. იგი ხარია, მაგრამ იქ თამაშზე არის მაგარი. თავისი აღნიშვნით და ყველაფრით. ყველაზე მაგარი რჩევა რა მოუწია ჩვენთვის ან მწვრთნელს ან უბრალოდ მეგობარს რომელსაც ეთამაშებოდი უფროს მეგობარს რომელსაც ეთამაშებოდი რამაც შეგიტრიალა ხედვა ან სპორტის მიმართ ან ცხოვრების მიმართ არ მახსენდება მართლა მახსენდება შენ გზას მიყვები? კონკრეტული არა, რაღაცა კონკრეტულები ეგრე არ მახსოვს ხოლმე რა. რაღაცა აი მასში მაღალი ბურთი როგორ უნდა მიიღო და დაბალი როგორ უნდა მიიღო და ეგეთები არა, ეგ არის პატარა დეტალი. ხო, და ეგეთ დეტალები და ისეთი არა. ესეთ ცხოვრებისეული არაფერი რა. ესეთ სერიოზულ დონეზეც ხო ხდები არ ყოფილა რა ჩემი სპორტთან კავშირი და სპეციალისტები არ მასწავლიდნენ ესე. თუმცა ორჯომში ვინც იყო, ერთ-ერთი კარგი მწვრთნელი იყო რა და უბრალოდ შეიძლება მე არ ვაკვირდებოდი ისე შევა უთქვია რა. არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვი. არ მახსოვს რა. კარგი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი ბოლოსკენაც წავედით. მოვუწოდებ მაყურებლებს რომ გამოგვიწერონ და აუცილებლად გამოიწერეთ ლევანის არხი და მით უმეტეს ახალ პროექტს იწყებ და ამ პროექტზე წარმატებებს გისურვებ და მოვუწოდებ ხალხს რომ ბევრ მაგიყუროს. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სივრცეს რომ სივრცეშიც ვართ პოდკასტ არეაში. მადლობა ლევან სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებ შენს წინსვლას და სპორტის განხრით კარგია. თან რაღაცა შენი რაღაცა პროფილი გაქვს რომ ახალგაზრდა ადამიანებს მისცე რჩევები, ხო? ეს არის მიზანი. რავი, გისურვებ ეს მიზნები მიგეღწიოს ბოლომდე რა, რაც გაქვს ჩაფიქრებული. ეს პოდკასტი მადლობა ძალიან დიდი. ისახავს მიზნად, ის განგეხორციელებინოს და წარმატებები. მადლობა დიდი.